მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა განახოთ კოსმეტიკური რემონტის შემდგომი იატაკის მორეცხვა მოხერხვის პროცესი. ჯერ პირველ რიგში მტვერსასრუტით ავიღე მტვერი, მერე უკვე რბილი ჯაგრისით გივარბილებს იატაკს, შემდგომ უკვე სახეხი ღრუბლით მევხერხავ იმ ნაწილებს, სადაც აქვს წერტილები. ეს წერტილები არის ფითხის კვალი და ასევე წყალში ხსნადის აღებავის კვალი. ესე დეტალურად მეთქიომ დავხერხეთ, მერე უკვე საწურ რეზინით ერთ ადგილზე მოვაგროვეთ წყალი და ავიღეთ, რის შემდგომაც კიდევ გამოჩნდა წერტილები, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს ხოლმე და სადაც დავინახავთ ისევ წერტილებს, ისევ თავიდან ვხერხავთ დეტალურად, სადაც გამოგვრჩება იატაკი კარგად მოვწმინდეთ რამოდენიმე პირზე და როცა უკვე კარგად მოშრა იატაკი, ბოლო შტრიხი არის რომ იატაკი მოპრიალდეს მასტიკით. ჯერ კარგად მოვწმინდეთ იატაკი, კარგად მოვაშრეთ და ბოლოს უკვე დავასხი მასტიკა ესეთ მიკროფიბრაზე. მაგრად გაწურული სველი მიკროფიბრა იყო, ბაგის მასტიკას ვიყენებს და აი ესეთი მოძრაობები წინ და უკან ბევრჯერ, ანუ ერთ ადგილზე უნდა მოხდეს ტილო ბევრჯერ, არა ერთხელ მარტო, ანუ წინ და უკან ამოძრავებთ ჯოხს ამ მიმართულებით, რა მიმართულებითაც არის იატაკზე დაგებული ლამინატი. წარმატებები.